ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს იმიტომ რომ მან გამოგვისყიდა მან მოგცა დახსნა მან მოგცა ეს დღე მადლის დღე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ღმერთის წინაშე კიდევ ერთხელ წავსდგეთ ჩვენ არ წავსდგებით დღეს სასამართლოზე სადაც ყველაფრის ანგარიშს მოგთხოვენ მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ დღეს მივიდეთ ჩვენს უფალთან მის ჯვართან და ჩვენი ცხოვრება განვაახლოთ მასში დიდება იესოს ამიტომ ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უფლის ძვირფასებო მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა არსებობს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენ ცხოვრებაში ტკივილია სიხარული არის ჩვენ მაინც მადლობელი ვართ ღმერთის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი აქვს დასასრული როგორც სიხარულს ასევე ტკივილს და საბოლოოდ მაინც სიხარულში უნდა ვიყოთ ეხლა ისე მოხდა რომ ჩემი ქუთაისიდან ჩამოვიტანე სურათები თქვენ იცით რომ ყველა სახლში დაგროვებულია სურათები მშობლების, ბებიების, ბაბუების და ასე შემდეგ და ეს სურათები არავისთვის აღარ იქნება საინტერესო ალბათ მხოლოდ მათთვის ვინც იცნობდა ამ ხალხს ხო? ეხლა ჩემი მშობლების თუ ბებია ბაბუების მე ვნახულობ ხოლმე რომ ბაბუა ჩემის მამის თუ დედის სურათიც არის ხოლმე ხო? მაგრამ პირადად რო არ იცნობ მას ინტერესიც არ აქვს თითქოს ხო? რაღაც არაფერი განცდები არ აქვს, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლების სურათებს უყურებ, გარკვეული განცდები გაქვს, იმიტომ რომ გახსენდება მასთან ურთიერთობა, მაგრამ შენი შვილი და შვილთაშვილი რო ნახავს ახლა დედა შენის და მამა შენის სურათს შეიძლება არც შეხე უბრალოდ ეტყვი რომ უი როგორი ყოფილა ეს პიროვნებაო ან მე მგავს ან ჩემ შვილს გავს ან რაღაცა ხო ასე არის ცხოვრება ეხლა ადამიანები მე რო უყურებ ჩემი მშობლების სურათს ნუ ცხოვრობდნენ შრომობდნენ წვალობდნენ გზრდიდნენ 1000 რამე იყო გამოწვევა მათ წინაშე ხო ესია მაგრამ ნუ არაფერი დღეს ასე ვთქვათ მათი მხოლოდ სურათებია ვნახულობ მათ წერილებს ერთმანეთთან მიწერილს ამ განცდებს მე აქ ჩამოვალ ის მოიტანე ეს მოიტანე მაგრამ ნუ დღეს რა არაფერი ეს ყველაფერი ხო ყველაფერი წასულია მაგრამ მათ წერილებს რო კითხულობ მთელი ცხოვრებით ცხოვრობდნენ მთელი განცდებით ცხოვრობდნენ და ასე არის ძვირფასებო ეხლა ჩვენს ბიბლიას რო კითხულობთ ხო ეხლა დავითის ისტორია გავიარეთ დავით მეფის დაახლოებით 30 საუკუნის წინ ცხოვრობდა კაცი 30 საუკუნის წინ ვიღაც აუმბოხდა ვიღაცასთან იმრუშა ვიღაცასთან ესე იგი რაღაც კონფლიქტი ჰქონდა ხო 30 საუკუნის წინანდელი ამბავი როგორც იტყვიან ხოლმე მათი ძვალიც აღარ არის დღესო ხო ჩვენ გვწამს გვჯერა რომ ზეცაში ადამიანები მარადიულები არიან მაგრამ ზოგადად ჩვენ საუბრობთ ეხლა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე ასე იქნება ჩვენი ძვალიც აღარ იქნება ასე ადამიანურად რო ვთქვათ ჩვენ და ამიტომ არის რომ ჩვენ ვამბობთ რომ მარადიულობა არის ყველაფერი ძვირფასებო ვინც 30 საუკუნის თუ 100 წლის წინ სიბრძნე გამოიჩინა და დაიუნჯა ზეცაში და მოусმინა პავლე მოციქულის სიტყვებს ის დღეს არის გამარჯვებული და ის დღეს არის ასე ვთქვათ მოგებული მაგრამ ვინც ახლა მარტო ამ ქვეყნიურ ასე ვთქვათ ორომტრიალში იყო და ამ ქვეყნიურად ფიქრობდა მხოლოდ და მიჯაჭვული იყო ამ ქვეყანაზე და ქვეყნიერება ისე არის არასოდეს არ გცალია სულ რაღაც გჭირდება სულ რაღაცა არის საჭირო სულ მოусვენარი ხარ ხო და არასოდეს დრო არ გჭირდება უფლისათვის ის წაგებული არის დღეს იმიტომ რომ ზეცაში და იმ ქვეყნად ვერაფერს ვერ წაიღებ აბსოლუტურად ვერაფერს ყველაფერი ამ ქვეყნად რჩება შენი ნაშრომი შენი ნაწვალები შენი ნაშენები შენი გააზრდილი შვილები თუ რაღაც ქმარი თუ ცოლი ყველაფერი შენ მარტო შენთვის რჩები დიდება ღმერთს რომ ჩვენ გვაქვს ეს იმედი ჩვენ გვაქვს ეს სიბრძნე რომ დღეს მოდიხარ შენს ეკლესიაში ვიღაც გვისმენს ვიღაც არაცდენს ასე ვთქვათ ამ ჩართვას რომ მოისმინოს და ეს დღე არის უფლისათვის გამოყოფილი ეს არის სიბრძნე ძვირფასებო რომ შენ
დროს უთმობ ღმერთის სიტყვას, რომ ზეცაში დაიუნჯო. დიდება იესოს. ამიტომ ჩვენ მადლობელი ვართ უფლისა, მადლობელი ვართ ამ საათების, ამ წუთების, ამ ღმერთის წინაშე დგომის ძვირფასებო, იცით? მე რო უყურებ მსახურებას, თუნდაც ესეც არ არის კარგი და სწორი, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გაქვს. შენ ყოველთვის უნდა მოხვიდე მსახურებაზე, წარსდგე უფლის ტაძარში, წარსდგე ღმერთის წინაშე, უფალი გელოდება. ეხლა მაგალითად შენ რო შეხვედრა გქონდეს ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებასთან და ელოდებოდი ამ შეხვედრას, შენი ცხოვრება იყოს მასე დამოკიდებული, შენი ფინანსები იყოს დამოკიდებული და შენ უთხრა რომ იცი რა, მოდი ონლაინ ჩავერთვები, ან დღეს ვერ მოვალ. ხო, არასწორი იქნება. მე არ ვამბობ რომ ონლაინ არ უნდა ჩაერთოს ვიღაცა, თუ ეხა ვიღაც სოფელში ან ვიღაც რაღაც საქმეზეა, ხელი ვერ გაუშვა საქმეს, ზაფხულია, ეს გასაგები არის. ღმერთიც ხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ უფალმა იცის ჩვენი საქმეები, არის ზოგჯერ გადაუდებელი შემთხვევები, მაგრამ როდესაც და არის ზოგჯერ დასასვენებლად მიდის ადამიანი, ჩვენს ორგანიზმსაც ჭირდება ეს, მაგრამ როდესაც შენ გაქვს საშუალება, როდესაც შენ შეგიძლია, მაგრამ მაინც არჩევ იმას, რომ არ მოხვიდე მსახურებაზე, ან არ უყურო ზუსტად იმ დროს, როცა არის მსახურება, ეს ღმერთის წინაშე არ არის სწორი ძვირფასებო, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ჩვენ ვართ როგორც საპატარძლო, ჩვენ ვართ, ხოლო ღმერთი არის როგორც იესო ქრისტე სასიძო. ეხლა თქვენ ხო შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ქორწილი იყოს და პატარძალმა თქვას, რომ მოი დღეს ვერ მოვალ, რაღაც საქმეები გამომიჩნდა, ხო? ღმერთი დაახლოებით ასე ადარებს ძვირფასება. ამიტომ ჩვენ მადლობას ვუხდით ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს აზრი, გონება იმისათვის, რომ ღმერთის წინაშე წავსდგეთ, რომ უფალს ვემსახუროთ, განვადიდოთ ის, ამას მოყვება ღმერთისაგან კურთხევა ჩვენს ოჯახებში, კურთხევა ჩვენს საქმიანობაში. ეს ჩვენ ვიცით, ეს ღმერთის სიტყვაში არის ჩაწერილი, ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ეს იმიტომ კი არ უნდა დაიჯეროთ, რომ პასტორი ზაალი ასე ამბობს. არა, უფალი ამბობს ამას. თუ გინდა კურთხევა გქონდეს, თუ გინდა შენ რომ წარმატებული იყო, შენ უნდა იდგე ღმერთის წინაშე, შენ უნდა დაიცვა უფლის მცნებები, შენ უნდა იარო ღმერთის გზებით. ღმერთი წერია სიტყვაში, რომ შენს წინაშე ღმერთი ამბობს, დავდე კურთხევა და წყევლა აირჩიე კურთხევა. ღმერთი გაძლევს, რომელიც გინდა ის აირჩიე, მაგრამ შპარგალკასავით გეუბნება, რომ კურთხევა აირჩიეო, ხო? კურთხევა როდის მოვა, მერე წერია, რომ თუ შენ ივლი ღმერთის გზები, თუ შენ დაიცავ მის მცნებებს, თუ შენ შეასრულებ ყველაფერი იმას, მაშინ გექნება კურთხევა ყველა საქმეში. ამას ღმერთი ამბობს. სხვანაირად თუ ადამიანი არ იდადის ღმერთის გზებით და არ იცავს უფლის წინაშე შიშს და პატივისცემას, ის კურთხეული ვერ იქნება. რაც არ უნდა კარგი ქადაგებელს მოусმინოს, რაც არ უნდა ესე იგი ექსტაზურად იყოს, ის კურთხეული ვერ იქნება, იმიტომ რომ შენი კურთხევა დამოკიდებული არის შენს ცხოვრებაზე.